თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ოცნების პროკურატურა მესამე პრეზიდენტს ამჯერად 7 ნოემბრის საქმეზე ასამართლებს. დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს იკვლევენ სასამართლოს ჩვენება მისცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. პროცესს ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილიც. უფრო ზუსტად რა სყვება ნოღაიდელი 7 ნოემბრის საქმეზე, რა განცხადებები გააკეთა დღეს მიხეილ სააკაშვილმა, დეა ბაძაღუა გვერდდება სასამართლოს ხდომის დეტალებით პირდაპირ ეთერში. დიახ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხდომა მიმდინარეობს 7 ნოემბრის ეპიზოდზე. ამ წუთებში კიდევ იკითხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. ცოტა ხნის წინ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი სასამართლო დარბაზში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ზურაბ ნოღაიდელი და მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იმყოფებოდა ის პუტინთან, რას ემსახურებოდა მისი ვიზიტები რუსეთში, რაზეც ზურაბ ნოღაიდელმა უპასუხა, რომ ის ემსახურებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგებას, ამას მოჰყვა სწორედ მათ შორის დაპირისპირება, შეძახილები ისმოდა დარბაზიდანაც, შემდგომ კი მოსამართლემ უკვე გაფრთხილება მისცა როგორც ბრალდებულს, ასევე სასამართლოში მყოფ დამსწრე წევრებს, რომ დახურავდა პროცესს თუ არ დაიცავდნენ როგორც ბრალდებული, ასევე სხვა პირები წესრიგს. როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება ხოლმე სასამართლო განხილვის პროცესებს და მას შემდეგ რაც ის სიტყვით მიმართავს საზოგადოებას ისტოვებს, თუმცა ის დღეს დარჩა მოწმის დაკითხვის პროცესშიც და დაესწრო მოусმინა სრულად ზურაბ ნოღაიდელს, როგორც გითხარით, დაუსვა მას კითხვების, თუმცა ამ დაპირისპირების შემდგომ მან დატოვა სასამართლო დარბაზზე. რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს უშუალოდ და ზურაბ ნოღაიდელის პასუხებს, ის არის დაცვის მხარის მოწმე და დაცვის ბრალდები, უпростоრად ბოდიში ბრალდების მხარის მოწმე არის ზურაბ ნოღაიდელი, სწორედ მათ კითხვებს პასუხობს ის ამ წუთებში. კითხვები შეეხებოდა 7 ნოემბერს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ის, როგორ განვითარდა დეტალურად, კონკრეტულად 7 ნოემბრის დღე და ასევე წინარე პერიოდი. ზურაბ ნოღაიდელმა თქვა, რომ ის 6 ნოემბრამდე იმყოფებოდა მივლინებაში, ხოლო მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა საქართველოში, შესთავაზა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილს, რაზეც მიიღო როგორც თავად ამბობს უარი, რადგან თქვა, რომ ყველაფერი იყო წესრიგში და დამატებით შეხვედრას განვითარებული მოვლენები არ საჭიროებდა. გარდა ამისა, მან ისაუბრა სპეცსაშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილისგან მიიღო სხვადასხვა ინფორმაცია, რაც შემდგომ გაუზიარა საზოგადოებას. თქვენ შეგიძლიათ მისი გამოკითხვა და ასევე მიხეილ სააკაშვილის კითხვები სასამართლოზე, თუ რა კომუნიკაცია შედგა მათ შორის პირდაპირ მოისმინოთ. დავერეთ გაგიკეთო იმიტაცია ვერ მოხდა. თვითონ დღესავით ნათელია, რომ ეს არის დღესავით ნათელია, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეტანილი ბრალდება. ზურაბი ამბობს, რომ ჩემი კომპეტენცია იყო საქართველოს მომავლის გამოცხადება და მე გავამოცხადო ვადასტურებ ამას. არ ვადასტურებ იმას, რომ ჯარი ქუჩაში მოგვამოვარდა წესრიგის აღსადგენად, იმიტომ თითი არ გაუძლია ჯარს და არავის არ შეგვიძლია არსად არ წასულა. ეს არის სიცრუე. ჯარი იყო გამოყვანილი იმისათვის, დაგვენახებია მტრისთვის, უცხოელებისთვის, რუსეთისთვის, რომ საქართველოს ცოცხალია და საქართველოს აქვს უნარი თავისთავად დაიცვას. მათ შორის ერთი ეროვნულ შეხვედრა ჯარის. ერთი მაჩვენე. და არ ჩვენგე პრეზიდენტ გალსაკეთ, ესე მეორე. მე ვიდა კითხავ ზურაბ. პატარა შულოსოვარ. აი ლუგავო რომელიც მისი დაცვის უფროსი ხო იყო FSB-ს, FSB-ს ოფიცერი. არის ლუგავო. ლუგავო რომელიც ვერ მოწამლა ლიტვინენკო, თბილისში იმყოფებოდა შენ პრემიერობის დროს და იყო FSB-ს ოფიცერი ოპონენტი. ამაგაშვილი რუსეთთან დაკავშირებული თავიდან ზოლა პარაგრაფი. შეიძლება თვალე იმედი უსული. ალბათ რუსული ფული შეიქმნა ტელევიზიის იმედი. შეიძლება არის მე. პუტინ განიკალთუა რუსულში. მე რატომ? იმიტომ საქართველოს და რუსეთის შორის ურთიერთობები მოგეცეს. გასაგებია, რა ურთიერთობები მაშინ ეგრე რუსეთი შემოვიდა ანექსი და მოხდია ჩვენ ტერიტორიებს, თახოცა ქართველი და ამის შემდეგ გადაწყვეტე შენ თვითონ რუსულ-ქართულ ურთიერთობის მონეტა ესე ერთად ჩასვლა და თავის მოხდა, ხო ესე? თავის მოხდა არასადა გადამწყვეტია. პუტინს ეკაჩავე, ლატავე, მოუწოდო საქართველოს საქართველოს
აი ამ ლაიკაცმა ჩავიდა და მოიხადა ბოდიში უღალატა საქართველოს დაასმინა საქართველოს ერთი არის მოწმე რუსეთის აგენტი მეორე არის პაცხალაძე ვინ დაწერა ეს საფრთხო ჩვენება და მესამე არის ივანიშვილი და მისი წარმომადგენელი ეგრეთ წოდებული სასამართლო რომელიც აკრავს აი ეს არის ყველაფერი რაც ხდება შესაბამისად მათები ეს არის რუსეთის პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემ გასაჩვენებლად გასანადგურებელი ვერ არის ესებია დიახ, როგორც გითხარით ამ სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ზურაბ ნოღაიდელსა და მიხეილ სააკაშვილს შორის მოხდა, ბრალდებულმა სასამართლო დარბაზი დატოვა. ამ წუთებში კვლავ მიმდინარეობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვა, ის კითხვებს პასუხობს. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც დაარღვია სხვისი ინტერესები. მას ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა მას სხვა 4 საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა და ჯამში 12 წელიწადი და 6 თვე აქვს მისჭილი.